დასავლეთის მიწურულს საქართველოს უნივერსიტეტში ვიიმ კავკასიის რეგიონალური ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა. ახალი ცენტრი, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნდა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი ინსტიტუტის შვედეთის გოთენბურგის უნივერსიტეტთან არსებული ვერდის ოფ დემოკრატიის ოფიციალურ წარმომადგენლობას და მთავარ კვლევით ჰაბს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში. ვიიმ კავკასიის სამოქმედო არეალი საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავს, ხოლო მისი მთავარი მიზანი კი ვიიმის გლობალურ მონაცემებსა და ადგილობრივ ემპირიულ კვლევებზე დაყრდნობით რეგიონში მიმდინარე დემოკრატიული ტრანსფორმაციების, ინსტიტუციური ცვლილებებისა და საზოგადოებრივი პროცესების სიღრმისეული კვლევა არის. ღონისძიება მთავარი მოხსენებით ვიიმ ინსტიტუტის დირექტორმა სტივენ უილსონმა გახსნა. მან აუდიტორიას წარუდგინა მოხსენება თემაზე დემოკრატიის მდგომარეობა და ტენდენციები დღევანდელ მსოფლიოში. ოფიციალური ნაწილისა და პრეზენტაციის შემდეგ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიაც, სადაც მონაწილეებმა მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში დემოკრატიის კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს. ჩვენი საქმიანობის მთავარი სფერო მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის სხვადასხვა ელემენტის გაზომვაა. ამ პროცესში მთელი მსოფლიოდან ყავს ჩართული ექსპერტები, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე გვაწვდიან ინფორმაციას. კერძოდ, რამდენად დემოკრატიულია მმართველობა, როგორია გამოხატვის თავისუფლების ხარისხი და რამდენად არსებობს ადამიანების დაპატიმრების რისკი მხოლოდ მათი პირადი მოსაზრებების გამო. ჩვენ ასობით სხვადასხვა ინდიკატორს ვაანალიზებთ და ამაში სწორედ ეს მოწვეული ექსპერტები და მეცნიერები გვეხმარებიან. ძალიან მიხარია, რომ თბილისში რეგიონული ცენტრი გავხსენით ჩვენს ადგილობრივ პარტნიორთან ერთად, რომელიც სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის კვლევის კუთხით მართლაც ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებს. საქართველოს უნივერსიტეტში დაფუძნდა ვიიმის წარმომადგენლობა, ფილიალი ასე ვთქვათ, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიის რეგიონში გამოიკვლევს დემოკრატიასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს ძალიან ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, როგორც რეგიონულ კოლაბორაციას, ისე საერთაშორისო დონეზე ჩვენ კოლაბორაციას, მეცნიერულ კვლევებს დემოკრატიის და პოლიტიკის მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოს უნივერსიტეტისთვის, იმიტომ რომ საქართველოს უნივერსიტეტი არის კვლევითი ორგანიზაცია, კვლევითი უნივერსიტეტი და არა მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის, არამედ საქართველოს და კავკასიისთვის. ეს ცენტრი შექმნის ცოდნას, ახალ ცოდნას იმაზე, თუ დემოკრატიული პროცესები როგორ მიმდინარეობს, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში და აზერბაიჯანში. ასევე თუ როგორ მიდის სოციალური პროცესები. ასევე შეისწავლის საზოგადოებრივ დინამიკას. საზოგადოებაში რა ღირებულებითი ნორმები არის, ის ღირებულებები როგორ აისახება, ვთქვათ, ქცევაზე, ამა თუ იმ ჯგუფის მოქმედებაზე, ვთქვათ, და პასუხზე ზოგიერთ მოვლენაზე ქვეყანაში თუ რეგიონში. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყოვლის მომცველი კვლევითი ცენტრი არის, რომელიც მთელ მსოფლიოში ფუნქციონირებს.